პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში სახლში და ესეთ კაი გარემოში, დინამო თბილისზე რაც შეიძლება ითქვას, ახლა ბევრი შეიძლება ითქვას იქიდან გამომდინარე, რომ რამოდენიმე წელია მე წასული ვარ და აი ზუსტად ახლა სადაც ჩვენ ვართ აქ სუსვა გარემო იყო და სიტუაცია, რა ვიცი, ახლა ფეხბურთელი არ მეგულება, რომ ესეთ სიტუაციაში ახალგაზრდა ფეხბურთელი არ გაიზარდოს და ეს ვეტერანი ფეხბურთელი ის რა ქვია, ვეტერანი ფეხბურთელმა არ ისიამოვნოს, რაც აი სიტყვაზე აიაქვს სუფერზე. 13 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ თამაშობდი და კიდევ ვიმეორებ, რომ ცოტა ბანალურად არ ჟღერდეს ეს ნათქვამი, მაგრამ აი ესეთი პირობები პრემიერ ლიგის ბევრ კი არა, სადღაც 75-80% გუნდებში არ არის. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არა იმიტომ, რომ ჩვენია, არა იმიტომ, რომ დინამო თბილისი და არა იმიტომ, რომ ქართველები ვარ და გვიამაყება ეს არის სიმართლე და სულ რამოდენიმე კლუბს შემილია შევადარო იგივე ეს ბაზა, სავარჯიშო მინდვრები, სიტუაციაზე, რა ვიცი, ესეთი კომფორტი ძალიან იშვიათობაა. ასე რომ ნამდვილად მოხარული ვარ, ესე დინამო თბილისში დავბრუნდი. თვითონ გუნდი ამ ეტაპზე ძალიან გაახალგაზრდავებულია და ალბათ შენი მხრიდან გამოცდილება იქნება თავარი. კი, ბიჭებს ასე თუ ისე მეწილად ვიცნობ, პირადადაც ვიცნობ, ფეხბურთელები და მინახავს ბევრი თამაში. რა თქმა უნდა, 100% ახალგაზრდობა კაია გუნდში იმ გაგებით, რომ რამოდენიმე ვეტერანი ფეხბურთელია, ვინც სიტყვაზე აქ ჭკუის დარიგებაზე არა საუბარი, მაგრამ აი როგორც საფეხბურთო ენაზე პატარა გამოცდილებას მიცემს მინდორზე, მინდვრის გარეთაც. ესეთია ჩისკო, ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც კაი გამოცდილება აქვს და ძალიან პიროვნულადაც ძალიან ფანტასტიკური ადამიანია. გრძნობ, რომ დიდი პატივისცემა აქვს დამსახურებული დინამოში და ძალიან მეამაყება. იგივე შევეცდები მეც. და იცი რა, აი ამ ჯანსაღ კონკურენციაში, რომ ერთმანეთს ისეთი კაი აზრები გაუზიაროთ, სიტყვაზე მე და ჩისკომ ახალგაზრდებს, რომ ამ ბავშვება იგზონ ისე თავი, სიტყვაზე კომფორტულად რომ მინდორზე რომ გამოვლენ, რომ რაღაცა შიშის ფაქტორი კი არ ქონეთ, არა რიდი. იქ მინდორზე ყველა ერთი ასაკის არის, არა აქვს მნიშვნელობა 20 წლის არის თუ 35 წლის. აი ეს დიდი ფაქტორია, რომელიც სიტყვაზე დარწმუნებული ვარ, რომ დინამოში ეს მალე იქნება.